წინა ვიდეოში ვისაუბრე გაუგეთ შესავალი კონდიქციების სამართალში და რაღაც ზოგადი აღწერა იმას თუ რას ნიშნავს კონდიქციური მოთხოვნა და რა წინაპირობები და მიზანი აქვს. დღეს მინდა ვილაპარაკო შესრულების კონდიქციაზე, რომელიც არის მთავარი კონდიქციური მოთხოვნა. მთავარი არა ისეთი რაღაც გაგებით რომ ეს არის რა ქვია პარადიგმატული ხასიათი აქვს, ანუ გამოყენების სფერო აქვს ყველაზე დიდი, თუმცა ნაწილობრივ პარადიგმატული ხასიათი აქვს სხვა კონდიქციური მოთხოვნებისათვის, კერძოდ მის ფარგლებს და ხო გამოყენების სფერო აქვს სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი და ეს შესრულების კონდიქცია არის არანამდვილი შესრულებების უკუქცევის ინსტრუმენტი. მარტივად რომ ვთქვათ, ეხება ესე ვთქვათ უსაფუძვლოდ განხორციელებულ შესრულების, მაგალითად დავდე ნასყიდობა, მეგონა რომ ნამდვილი იყოს, იმავე აღმოჩნდა ბათილი და მაგრამ მის საფუძველზე მოვასწარე და რაღაცა გადავეცი მყიდველს, გამყიდველმა პირიქით მყიდველმა გადავეცი გამყიდველს, ხო? ამ არანამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე გაცვლილი შესრულების უკუქცევა ხდება შესრულების კონდიქციით. კანონში ესეთი კანონის მიერი სისტემატიკა, ანუ ის აგებულება, რასაც გვთავაზობს კანონი ამ ინსტიტუტისა, არის შემდეგნაირი, რომ გვაქვს ერთი ზოგადი შესრულების კონდიქცია, კერძოდ ეს არის 976 მუხლში მოწესრიგებული და მას მოსდევს ორი სპეციალური შესრულების კონდიქცია. 976 მუხლის შემადგენლობა, ის ფორმულირება არის ესეთი, რომ გვიწერია პირველ ნაწილში შემდეგი, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს თვითონ კრედიტორს მიიღებს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ანუ ეს სამი ვარიანტი გვაქვს მოცემული. თუმცა რომის სამართლისაგან განსხვავებით, სადაც ეს არამხოლოდ სამი ვარიანტი იყო თვალსაჩინოებისათვის, არამედ ცალ-ცალკე კონდიქციებად იყო ესენი გამოყოფილი, ცალ-ცალკე კონდიქციურ შემადგენლობას ქმნიდნენ, კერძოდ კონდიქციო ინდებიტი, კონდიქციო სინე კაუზა და კონდიქციო კაუზა ფინიტა. ჩვენთან და გერმანიაში, გერმანელების გავლენით რა თქმა უნდა, სადაც პირველად მოხდა რომაული ცალ-ცალკე კონდიქციების შერწყმა ერთიან შესრულების კონდიქციაში და ჩვენთანაც იგივეა დარჩენილი, ანუ ეს არის არა ცალ-ცალკე შემადგენლობა ამ შესრულების კონდიქციის, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევების გათვალსაჩინოება, რომელიც მოიაზრება ამ კონდიქციის ქვეშ და ამ კონდიქციის, რა ქვია, შემადგენლობად. ამიტომ ამ დანაწევრებას ესეთი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს იმ გაგებით, რომ თქოთ, მოთხოვნის შემოწმებისას არ არის აუცილებელი, რომ სამართლის შემფარდებელმა ცალკე გამოყოს და თქვას, რომ თქოთ, შესრულების კონდიქცია 976 მუხლის პირველი ნაწილის აქვე პუნქტის პირველი ვარიანტის საფუძველზე საკმარისია თქვას, რომ პირველი ნაწილის აქვე პუნქტი გერმანიაში საერთოდ არც არის ამად გამოყოფილი და ორად არის გამოყოფილი უფრო ზოგადად, ანუ 812-ს პირველში უწერიათ შესრულება უსაფუძვლოდ და მერე ეს არის რა ქვია მესამე ვარიანტია იმავე იმის რა ქვია ნაწილის თუ წინადადების, რომ შემდგომში გაქარწყლებული საფუძვლით, ხო? კიონიგმა უფრო თქვა ნათლად და ცალსახად და მარტივი დისპოზიცია გააკეთა აქედან ამ გერმანული ნორმიდან, თუმცა არსი იგივეა და მოქმედების სფერო ზუსტად იდენტურია. ცალკე გამოყოფა არ არის საჭირო, მაგრამ მაინც ავხსნათ ახლა რა იგულისხმება თითოეულ ამ ვარიანტში. გარიგების ბათილობის ქვეშ იგულისხმება, რომ დაიდო გარიგება და რაიმე ხარებმა დადეს გარიგება, მაგრამ რაიმე საფუძვლით ვერ მიანიჭეს მას სამართლებრივი ნამდვილობა, მაგალითად, იმიტომ რომ კანონსაწინააღმდეგო იყო, იმიტომ რომ ამორალური იყო, იმიტომ რომ
რაღაც ფარული დისენსუსი, ანუ ფარული შეუთანხმებულობა მოვიდა და ასე შემდეგ, ხო? და ნუ ერთმა ან მეორემ ან ორივემ მაინც შეასრულა. სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს ქვეშ ინგლისურ ხელს უბრალოდ არ არსებობს გარიგება და მაინც ხდება მისი შესრულება, ხო? ანუ შეიძლება ჩვეულებრივ ეს არის შეცდომით, როდესაც კრედიტორის მაგვირად სხვა პირის წინაშე ვასრულებ, ხო? მაგალითად ვიღაცის ვალი მაქვს, ვიღაც პირის, თვალით არ მყავს ნანახი, მარტო მისი მისამართი მაქვს, მივედია მისამართზე და აღმოჩნდა რომ ეს მისამართი სამერია და სადაც სხვა პირს მივეცე ეს ფული, ვინც როგორც ამ შემთხვევაში წესია ხოლმე, ფულის გამომართვა და კიდე აქეთ ის მომაძახა რომ აქამდე სად იყავიო და მე აღმოჩნდა რომ საერთოდ მის წინაშე არაფერი, ანუ არც მისი ვალი მქონია და არანაირი გარიგების მიერი თუ სხვა რაღაც სამართლებრივი ბმა მასთან არ მაკავშირებდა. ხო, ეს არის არარსებული ვალდებულების, არარსებული გარიგების შესრულება მაინც, იმიტომ რომ მე ისე მოვიქეცი და ისე განვახორციელე ეს ამ კონკრეტული სიკეთის გადაცემა თითქოს ჩვენ შორის გარიგება ყოფილიყო და შემიშალა, ხო? ეს არის ეს ანუ ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, სხვა საფუძვლის ქვეშ მოიაზრება ეს, როცა არ არსებობს არანაირი გარიგება და მაინც სრულდება. შემდეგი მეორე ვარიანტი, როცა არ წარმოიშობა, ეს ეხება შემთხვევას, როდესაც ყველა სტანდარტული მაგალითი ამის არის შემთხვევა, როდესაც გარიგება დადებულია გადადების პირობით, ან რაღაც პირობის დადგომის შემდეგ უნდა გახდეს ნამდვილი და ეს პირობა არ დგება, მაშინ მთლიანად ეს გარიგება, ანუ არც მანამდე არ არსებობს და მე ამ პირობის ცალსახად ამ პირობის დადგომის პერსპექტივის ჩაშლის შემდეგ საერთოდ ვეღარ წარმოიშობა, ანუ ვეღარც გახდება ნამდვილი და თუ რაღაც მომენტში ხდება მისი შესრულება, ხო ეს არის ასევე უსაფუძვლო შესრულება, იმ გარიგების შესრულება, რომელიც არ წარმოიშვა. და ხო, ან მესამე ვარიანტი ამ პირველი ქვეპუნქტის ქვეშ არის ისეთი გარიგების შესრულება, რომელიც შეწყდა შემდგომში. ხო, აქ ცოტა ეხა ფორმულირება ესეთი ის არის პირველ რიგში ეს რომაული კონდიქციო კაუზამ ფინიტამ, ანუ ჩაშლის საფუძვლის მისაღწევად განხორციელებული შესრულება. და ამ შეწყდომის ქვეშ, რა თქმა უნდა, არც რომში და არც ჩვენთან არ იგულისხმება გარიგების შეწყვეტის ისეთი საფუძვლები, როგორც არის მაგალითად მოშლა, გასვლა ხელშეკრულებიდან, იმიტომ რომ ამ შემთხვევებში ანუ ამ გასვლამდე თუ მოშლამდე გარიგება რჩება ნამდვილი, არანაირი უსაფუძვლობა შესრულების არ გვაქვს სახეზე, ყველაფერი ხდება შესრულების საფუძვლით და ეს გასვლა იქნება თუ მოშლა ამთავრებს უბრალოდ გარიგებას და მათ აქვს თავისი მოშლას არ აქვს საერთოდ, იმიტომ რომ არ ხდება უკუქცევა, მაგრამ გასვლას აქვს თავისი უკუქცევის ავტონომიური რეჟიმი, რომელიც მოწესრიგებულია 352 და მომდევნო მუხლებში და ანუ გასვლის იმ გარიგების საფუძველზე მიღებულის უკან დაბრუნება, რომლიდანაც მოხდა გასვლა, ხდება ამ ნორმებით და არანაირი კონდიქცია აქ არ გამოიყენება, იმიტომ რომ აქ არ არის არაფერი მიღებული უსაფუძვლოდ, ყველაფერი მოხდა შესაბამის საფუძვლით და უბრალოდ მე ეს საფუძველი დამთავრდა და მე თვითონ ანუ ირთვება, ანუ ეს ურთიერთობა ნამდვილი გარიგების გადაზრდა ხდება, მაშინ რა ქვია, ორმხრივ რესტიტუციის განუცმელ ურთიერთობაში, რომელსაც ქვია გასვლის შემდგომი რესტიტუცია. აქ კონდიქცია არ გამოიყენება. აი აქ ამ 976-ის გაგებით შემწყდარ გარიგებაში იგულისხმება ისეთი შეწყდომის ისეთი საფუძველი, რომელიც უკუქცევითად აკარგვინებს მიმღებს მიღებულის შენარჩუნების უფლებას და აქცევს უკუქცევითად, ანუ როცა შეწყდება, ისე წყდება, რომ თავიდანვე ანუ უკუსაქცევია კონდიქციით, თავიდანვე ეს მიღებული ითვლება უსაფუძვლოდ. ამის სტანდარტული მაგალითი არის გაუქმების პირობა, ანუ პირობა, რომელიც დგება და აუქმებს და უკუქცევითად, ესე თქვათ, გარიგებას უსაფუძვლოდ აქცევს მიღებული შენარჩუნებას, ან თქვათ, ჩუქების გამოხმობა, რაიმე უმადურობის საფუძვლით, ან რა ქვია, ჩუქებლის
გაღარიბების საფუძვლი და ესეთი საფუძვლები. შეცილება მოიაზრება თუ არა ამის ქვეშ არის 2000 სლოვანი კამათის ჯერ კიდევ რომელებიდან მოყოლებული კამათის საფუძველი, იმიტომ შეცილება არ მხოლოდ უქცევითი ძალა აქვს, არამედ საერთოდ ექსტუნკ მოქმედება აქვს, ანუ აქ აწყლებს თავიდანვე თითქოს გარიგება თავიდანვე ბათილი ყოფილი, ხო? გაუქმების პირობის შემთხვევაში გარიგება თავიდანვე ბათილი არის, მაგრამ უქცევითად თვითონ საფუძველს აცლის და არანამდვილად აქცევს და შეცილება ისე აქ არწყლებს თითქოს არც არსებულიყო, ანუ თითქოს რო დადეს მაშინაც არ არსებულიყო საერთოდ, ხო? და ამიტომ იდეაში შეცილება უნდა გავიდეს პირველ ვარიანტში, ანუ შეცილების შედეგად გაქარწყლებული გარიგება უნდა გავიდეს პირველ ვარიანტში, ანუ ბათილი გარიგებების ვარიანტში, თუმცა დიდი კამათი, დიდი არა, მაგრამ რაღაც ეს კამათი ამას დაკავშირებით, რომ მაინც ანუ შეცილებამდე ხო არსებობს ეს გარიგება, ამიტომ ესეც უნდა იყოს ეს ოპკაუზან ფინიტამის შემთხვევა და ნუ მას მოწინააღმდეგეების მოყავთ სხვა არგუმენტები, რაც პრინციპულად ხა არ არის არსებითი, იმიტომ შედეგი დგება მაინც იდენტური და ეს ნუ მეტად ფუჭი კამათია ესეთი რაღაც კამათისთვის და ისეთ თემებზე, რაც პრაქტიკაში დიდად მნიშვნელოვანი არ არის. თვითონ ესე იგი, როგორც ვთქვით, ეს არ არის ცალსაკე შემადგენლობები და ცალსაკე მოთხოვნები, არამედ ერთიანი შემადგენლობის თვალსაჩინო ვარიანტები, ესეა ჩამოყალიბებული. თუმცა თეორიულად შეიძლება მათ შორის განსხვავება იყოს კონდექსური პასუხისმგებლობის კუთხით. კერძოდ ეს ეხება შესაგებლის გავრცელებას, არსებობს ესე იგი 976-ის მეორეში მოცემულია კონდექსიური მოთხოვნის გამაქარწყლებელი შესაგებლები და ერთ-ერთი შესაგებლები კერძოდ B ვარიანტია თუ ამბობს რომ თუ პირმა გაცნობიერებულად შეასრულა არარსებული ვალდებული, მაშინ უკან ვეღარ მოითხოვს. და ერთ-ერთი მოსაზრებით ეს უნდა ეხებოდეს მხოლოდ კონდიქციო ინდებიტის, ანუ პირველ ვარიანტს და არა სინე კაუზას. თუმცა ამის პრაქტიკაში განხორციელება თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ ერთი ნორმატიული მოცემულობა არ იძლევა ამის საშუალებას, ანუ პირდაპირ შესაძლებელი ყველა ვარიანტზე მთლიან კონდიქციაზე ვრცელდება, რომლის ვარიანტებიც არის აქ ჩამოთვლილი. არც გერმანიაში სხვათა შორის, ნუ იქ რაღაცებს ხა დახვეწილი რაღაც სამეცნიერო არგუმენტებით და რომელსაც პრაქტიკა კითხულობს და იზიარებს თუ მე უარყოფს სხვა არანაკლებ ესეთი დამაჯერებელი კონტრარგუმენტებით, რაღაცნაირად ახერხებენ ამ ეს რომაული ის არის გადაწყვეტა ამის გაცოცხლებას და რაღაცნაირად ეს თქვა დღის წესრიგში შემოტანას. ხა ჩვენთან ეს ისეთი რაღაც დეტალი და ესეთი ჩახლართული რაღაც სიგნალური თემაა, რომ ამაზე ხა ჯერჯერობით არ ღირს ხა ამაზე საუბარი, უფრო მარტივი რაღაცების ახსნა ჯობია დავიწყოთ ვიდრე ამ რაღაც ერთ-ერთი უჩახლართულესი კონდიქციური სამართლებრივი კამათის განხილვით. ამიტომ შეგვიძლია ამოთქვათ, რომ ეს სამი ვარიანტი არის ერთიანი შემადგენლობის ვარიანტები და არა ცალსაკე კონდიქციური მოთხოვნის გამოყოფის საფუძვლები და ცალსაკე კონდიქციური მოთხოვნის წინაპირობები, როგორც ეს იყო რომში. შემდეგ ხდება ის, რომ ამ პირველ ნაწილს აქვს B ქვეპუნქტი, სადაც წერია შემდეგი, სადაც მოცემულია ახლა ისევ ამ ზოგადი შესრულების ზოგადი კონდიქციის, მაგრამ უკვე ესეთი ცალკე შემადგენლობა, რომელიც ცალკეა გამოსაყოფი, თუმცა შედეგის მხრივ იგივე ხდება, რაც პირველ შემთხვევაში, რა ქვია, A ქვეპუნქტის შემთხვევაში და მის შემთხვევებში. B ქვეპუნქტის წერია შემდეგი, რომ უკმოთხოვნა, ანუ შესრულების კონდიქციით უკმოთხოვნა შეიძლება მაშინაც, როდესაც ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ეხლა ამას ესეთი პირდაპირი სიტყვასიტყვით ფორმულირებით, სამწუხაროდ ისეთი ფორმულირება აქვს, რომ გაცშვილი ესე პირდაპირ ვერ აღიქვამს. იგულისხმება შემთხვევა, როდესაც მოვალე ასრულებს კრედიტორის წინაშე, გარიგება არ არის არც ბათილი და არც ის რა ქვია, შემდგომში გაბათილებული და ეს რაღაცა არ გვაქვს სახეზე. უბრალოდ მას ჰქონდა, ანუ მოვალეს, ვინც შეასრულა, ჰქონდა შესაგებელი კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ, რომელიც მან არ გამოიყენა
და რომ გამოეყენებინა ეს შესაძლებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხავდა კრედიტორის შესრულების მოთხოვნას. ანუ არ გამოიყენა შესაძლებელი, რომელიც გამოყენების შემთხვევაში ხანგრძლივი დროით მისცემდა არ შესრულების შესაძლებლობას, ანუ შეაფერხებდა კრედიტორის მოთხოვნას, იყო ესეთი მოთხოვნის განხორციელების შემოფერხებელი შესაძლებელი, როგორც ქვია ამას, ხო? და თუ გამაქარწყლებელი შესაძლებელი იყო, მაშინ პირდაპირ ან ბათილობა გვაქვს სახელზე, ან სხვა შემთხვევა ზემოთხსენებული. ეხლა პირველი რაც ადამიანს თავში მოვა, ისეთი აი ამ მოთხოვნის შესრულების მაგალითად, რომელიც დატვირთული იყო შესაგებლით და შესაძლებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხავდა მის შესრულებას, პირველი რაც თავში მოვა არის ის, რომ ეს უნდა იყოს ხანდაზმულობის შესაძლებელი, იმიტომ რომ მაგაზე ხანგრძლივი დროით გამომრიცხავი შესრულების მოთხოვნისა არც არსებობს, ხო? სამუდამოდ რეალურად აფერხებს შესრულების მოთხოვნას. თუმცა არ არის ხანდაზმულობის შესაძლებელი, იმიტომ რომ ქართულმა კანონმდებლობმა ისე როგორც ის კიონიქს ეწერა თავის კანონპროექტში და უწერეთ გერმანელებს მანამდე, პირდაპირ ამოიღო ხანდაზმულობის შესაძლებელი იმ შესაძლებელთან ნუსხიდან, რომლით დატვირთული მოთხოვნის შესრულებაც იძლევა უკმოთხოვნის უფლებას და ეს წერია 976 მუხლის მეორეს B ქვეპუნქტი, სადაც წერია, რომ უკმოთხოვნა, ანუ შესრულების კონდიქციის განხორციელება გამორიცხულია თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა. აქედან ხეს პირდაპირ კაცი ვერ გამოეტანშინა, რას ნიშნავს რისი ხანდაზმულობის ვადა გავიდა შესრულების კონდიქციის, მაშინ გასაგებია რომ გამორიცხულია, იმიტომ რომ როგორც ყველა ხანდაზმული, მაგრამ გამორიცხული არ არის, ანუ განუხორციელებელია, ანუ იმიტომ რომ ხანდაზმული მოთხოვნა არსებობს, უბრალოდ ვეღარ ხორციელდება, ხო? და აქ ის რამ წერია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა, ანუ შესრულების კონდიქცია გამორიცხულია თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა. რეალურად იგულისხმება აქ, რომ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების უკმოთხოვნა არის გამორიცხული. და ეს ესე თავისთავად ჭეშმარიტებაა, ამის ესეთი აქსიომატური ის არის, იმიტომ სხვა მუხლის წერია, ეს არის 154-ის მესამე, სადაც წერია, რომ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებას კრედიტორი მოვალეს ვერ მოსთხოვს, მაგრამ იმის გამო რომ მოთხოვნა არსებობს და აგზელებს არსებობას, უბრალოდ ვერ ხორციელდება იძულებით, მაგრამ ნებით შეიძლება შესრულდეს და თუ ნებით შეასრულა მოვალე, მაშინ ეს მოვალე უკან ვეღარ მოითხოვს, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა მაინც არსებული მოთხოვნაა და თუ მოხდა ისე რომ დამავიწყდა ხანდაზმულობის შესახებ ან რაღაც გამოვლექ და შევასრულე, მე ვინანე, მე უკან ვეღარ მოვითხოვ და შევასრულე რაღაც არსებული მოთხოვნა. იგივე ეს, ანუ კონდიქციის სამართალშიც ეს 976-ის მეორეს B-შიც ეს წერია, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ნაწილის B ქვეპუნქტში ნახსენები შესაძლებელი, რომლით დატვირთული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში უკმოთხოვნა შეიძლება, ვერ იქნება ხანდაზმულობის შესაძლებელი. ნუ პირდაპირ გამორიცხულია ხანდაზმულობის შესაძლებელი დატვირთული მოთხოვნის შესრულების მერე მისი უკმოთხოვნა კონდიქციით. ხო, თან უნდა იყოს არა უბრალო შესაძლებელი, არამედ ხანგრძლივი დროით გამორიცხავს შესაძლებელი. მაგალითად, მთელი შესაძლებლები აქედან ვარდება ამ ნუსხიდან, იმიტომ რომ მაგალითად ყველაზე ცნობილი და ესეთი ხშირად გამოყენებადი შესაძლებელი, როგორც არის ერთდროულად შესრულების შესაძლებელი 379 მუხლის მიხედვით არ არის ხანგრძლივი ვადით არ გამორიცხავს ესეთი სიმულტანური ესეთი რა ქვია ყისიერი ის არის რა ქვია შემაკავებელი მეორე იმის პირის მოთხოვნისა ხო სანამ შენ არ შემისრულებ მეც არ ვასრულებ მაგრამ როგორც კი ის გადადგამს შემხვედნაბიჯ მეც ეგრევე იხსნება ეს შემაკავებელი და უნდა შევასრულო ეს არის ერთჯერადი ანუ ყისიერი შემაკავებელი ამიტომ ხანგრძლივ ვადით შემაკავებელ შესაძლებლებში გადის მაგალითად 370 მუხლის საფუძველზე შესაძლებელი ეგრეთ წოდებული დაკავშირებული გარიგებებისგან თუ ორი გარიგება ქმნის ეკონომიკურ ერთობას მაგალითად ეს ყველაზე გავრცელებული ის არის რა ქვია სამოხმარებლო კრედიტით დაფინანსებული რაღაც თქო ნასყიდობა ან რამე ისეთი სადაც ხშირად ხდება ხოლმე ისეთ რაღაც მაღაზიებში ცოტა მსხვილი იმაში რომ ბანკის ოფიცერი ზის გვერდზე ყიდის ეს რა ქვია გამყიდველი საქონელს და იქ შეერვა კრედიტის აღება რომელსაც უნდა დაფინანსდეს მხოლოდ ეს ამიუთის ნასყიდობა ხო მან თქვა თუ ბანკმა არ ჩამირიცხა ეს ფული
ხო? ამ პირიქით მეორე მხარე არ შეასრულა. ნასყიდობას თუ არ მისრულებს, ან ბანკი თუ ფულს არ მირიცხავს, ხო ვითომ ორი ცალსაკე გარიგებაა, მაგრამ სამართლებრივად ეს არის სამხმევლო სამართლის მიხედვით ეს არის დაკავშირებული გარიგებები და თუ ბანკი ფულს არ მაძლევს, მაშინ მაქვს ამ გამყიდულის მიმართაც შესაგებელი, რომ შემიძლია არ გადავიხადო, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ გამყიდველს არაფერი არ დაუშავებია, მაგრამ იმის გამო, რომ ესენი გადაბმულია ერთმანეთთან, ამ სივრცობრივი და ეკონომიკური, კი არა, პირველში ეკონომიკური კავშირით და გარდა ამით, რომ ეს ბანკი და ეს პირდაპირ იმაში არიან ერთმანეთთან კავშირში, ერთ სივრცეში სხედან, ჩემით კი არ წავიდა, კი არ ავიღეს ეს სქემად, იქვე იდეაში ამათ შორის არის ესეთი საქმიანი ურთიერთობა და ესე რეპრეზენტირებენ, რომ ერთიან პროდუქტს მთავაზობენ, ხო? მან ერთი გარიგების შესაძლებელი მეორეზე გადადის. ხო და აი ეს 370.000-ის მიხედვით შესაძლებელი არის ის, რაც ხანგრძლივი ვადით გამორიცხავს შესრულების მოთხოვნას და რაც იგულისხმება ამ 976-ის მეორეს B ქვეპუნქტში. ხო, ეხლა შევეხოთ ამ შესრულების კონდიქციის, ესე იგი ზოგადი აღწერიდან და რაღაც შემთხვევების გამოკრისტალიზების, ცდელობის შემდეგ, ეხლა უშუალოდ წინაპირობებს, რომ შევეხოთ შესრულების კონდიქციის, რაც მუხშია დაფიქსირება, ესე იგი. პირველი წინაპირობა, არის ის, როგორც ეს პირდაპირ წერია ამ ნორმაში და ეს არის საერთო ყველა კონდიქციისთვის, ანუ ხო შესრულებს ამ ყველა სხვა კონდიქციის შემთხვევაშიც ამოსავალი პირველი წინაპირობა ეს არის რაიმე ქონებრივი სიკეთის გადასვლა ერთი ქონებიდან მეორეში. იმიტომ რომ კონდიქციური სამართალი ეხება ქონების გადადინებას, ეს არის ქონების გადადინების სამართალი, უბრალოდ უსაფუძვლოდ გადადინებული ქონების უკუგადმოდინების სამართალი. და პირველი წინაპირობა, ამიტომ ძალიან ცალსახაა, რომ ყველა კონდიქციის და მათ შორის შესრულების კონდიქცияსაც არის რა ქვია, რაიმეს გადაცემა, ანუ რაიმეს გადასვლა ერთი პირის ქონებიდან მეორის ქონებაში. რაიმეს ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი ქონებრივი სიკეთე, რომელიც ამგვარად არის აღიარებული სამოქალაქო ბრუნვაში. ამ გაგებით რომ შევადაროთ ამ რაიმეს ცნება და დავალების გარეშე გაგებით საქმის ცნება, ხო? ორივეს თავისი ესე თქვათ ორი განსხვავებული სიდიდეა და ორი განსხვავებული საზომია, იმიტომ რომ ერთი გაგებით, ანუ თქვათ რაიმე შეიძლება იყოს ერთჯერადად გადაცემული საგანიც, რაც ანუ ერთჯერადი გადაცემა ვერ იქნება დავალების გარეშეს მიხედვით საქმედ ვერ ჩაითვლება და კონდიქციით უნდა უკვე იქცეს დავალების გარეშეში სუმცირე ორი თანმიმდევრული აქტი მოხდეს საქმედ რო ჩაითვალოს მეორის მიხედვით მაგრამ ამავდროულად დავალების გარეშეს გაგებით საქმისნებაც რაღაც გაგებით უფრო ფართოა იმიტომ რომ მოიცავს არ მხოლოდ ქონებრივი მნიშვნელობის საქმეს ასევე არაქონებრივსაც ხო მაგალითად სიცოცხლის გადარჩენა თუ ვიღაცას გადაურჩინა სიცოცხლე ხო ვიღაცას გადაარჩინა კონდიქციით მე ანაზღაურებას ვერ მოსთხოვს იმიტომ რომ მართალია ძალიან მნიშვნელოვანი რამე გაუკეთა ყველაზე მნიშვნელოვანიც კი შეიძლება მის ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი მაგრამ გადარჩენილი სიცოცხლე მაინც არ არის ქონებრივი სიკეთე. ანუ რაიმე ამითი არ შეუმატებია მისი ქონების. დავალების გარეშეთი ძალიან კარგადაც მოსთხოვს, იმიტომ რომ დავალების გარეშე გულისხმობს ნებისმიერ სასარგებლო საქმიანობას, მათ შორის არაქონებრივსაც. მათ შორის არაქონებრივი შედეგის და თავისი არსით არაქონებრივი მნიშვნელობის საქმიანობასაც მოიცავს, ხო? კონდიქციურს აუცილებელია რომ ქონებრივი სიკეთე, კერძოდ ეს რაიმე ქონებრივი გადავიდეს ერთი ქონებიდან მეორეში, ანუ მოხდეს რაიმეს გადაცემა. ცალსახად რაიმეს ქვეშ მოიაზრება აბსოლუტური უფლებები, აბსოლუტური ქონებრივი უფლებები, როგორიცაა საკუთრება, მფლობელობა, ყველა სანიფთო უფლება ან არამატერიალური ქონებრივი უფლებები, როგორიცაა საავტორო პატენტი და ასე შემდეგ. მოთხოვნის უფლებები ან სხვა უფლებები, იმიტომ რომ ესეც ქონებრივი ღირებულების ქონია და თვითონ მოთხოვნის უფლების ფლობა აბსოლუტური ანუ საკუთრების ნაწილია, აბსოლუტური უფლებაა. ვალდებულებისგან გათავისუფლება,
ანუ უკვე არა აბსოლუტური იმის რა ქონებრივი სიკეთის შემთხვევა, ანუ ვალდებულებასთან გათავისუფლება არ უნდა აგვერიოს რეგრესის კონდიციის შემთხვევაში, იმიტომ რომ რეგრესის კონდიცია ეხება შემთხვევას, როცა ერთი პირი უსაფუძვლოდ იხდის სხვის ვალს. მაგრამ თუ ანუ საერთოდ არანაირი ამოჩევის კავშირი არ არის, უბრალოდ ამერია ან არამერია, მაგრამ ვიცი რომ არ ვარ ვალდებული და უბრალოდ გავისტუმრე სხვისი ვალი, მაგრამ თუ თავი მგონია რომ ვალდებული ვარ, თუ მგონია რომ რა ქვია, ჩემ მეზობლის წინაშე მაქვს ვალდებულება, რომ დაუფარო მას ვალი და მე ამ ვალს მართლა ვფარავ, მაგრამ სინამდვილეში ვალდებულება არ მქონია მეზობლის წინაშე, ხო? ეს არა ამ მეზობელს თხოვა არა რეგრესის კონდიციით, არამედ შესრულების კონდიციით, იმიტომ რომ სხვის წინაშე განხორციელებული შესრულებით, რომელიც შეიძლება საერთოდ მას შეერაცხებოდეს ამ პირს შორის ურთიერთობაში, მე ვცადე მის წინაშე შემესრულებინა და ეს შესრულება იყო არანამდვილი, ანუ უსაფუძვლო, აკლა შესაბამისი საფუძველი. ამით განსხვავდება ეს შემთხვევა რეგრესის კონდიციის შემთხვევაში, რომელსაც კიდე შევეხებით.